ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო ნარჩენებს სოფელ ხუცუბანში აჭარის ფინანსთა სამინისტროს მიერ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ყრის. ციტრუსის ნარჩენებში პირუტყვის დახრჩობის ფაქტი დაფიქსირდა. სპეციალისტის განცხადებით უკონტროლოდ დაყრილი ციტრუსი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაც საზიანოა. რა პირობით გადაეცა საწარმოს აღნიშნული ტერიტორია, სულხან მესხიძე არკვევდა. გადაუმუშავებელი და გადამუშავებული ციტრუსი სოფელ ხუცუბანში მდინარე კინტრიშის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ თქმით სისტემატურად იყრება. რწმუნებული ზურაბ ბაჯელიძე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ აცნობა. მისი ინფორმაციით ციტრუსის ნარჩენებში ძროხების ჩაძირვის ფაქტებიც დაფიქსირდა. ჩვენთან არავინ არ მოსულა და არ შეთანხმებულა ჩვენს ტერიტორიაზე რაიმეს სახის სამუშაოები ჩატარდება, რომ ციტრუსის ნარჩენი დაყრილი იყო. ეს მოხდა ეთყობა თვითნებურად, გამგებელს შევატყობინე, ორშაბათის თათბირზე იყო. ახლა თვეს დეკემბრის თვეში რა თქმა უნდა, რომ ფაქტს ჰქონდა ასეთი ადგილი. ბოლო რამდენიმე წელია სოფელ ხუცუბანში ციტრუსის ნარჩენებს ქობულეთის წვენების გადამამუშავებელი საწარმო ყრის, აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე. მისი ინფორმაციით საწარმოს ნარჩენების მოსათავსებლად ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოუყო. ეს ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიცემული არის წვენების ქარხანაზე 4 თვის იჯარის თანხით. ეს წინა წლებშიც ასე ხდებოდა. გადამუშავებულ მანდარინთან ერთად ტერიტორიაზე ნედლი პროდუქტიც დიდი რაოდენობითაა. გამგებელი გიორგი რომანაძე ამბობს, რომ რიგში მყოფ ფერმერებს დაზიანებული მანდარინის დაყრას იმავე ტერიტორიაზე საწარმოს მესვეურები ურჩევენ. წვენების ქარხანაში არასტანდარტული ნაყოფი, რომლებიც შემდეგ კონცენტრატებად უნდა გადაქცეულიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თუ პროცენტული მაჩვენებელი გაფუჭებული ნაყოფის აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს, აი ამ შემთხვევაში კომპანიის მიერ არ ხდებოდა ზოგადად ეს საქონლის მიღება და უთითებდნენ ადგილს მათ მიერ იჯერით აღებულ თანხებს, ის ადგილს, სადაც ხდებოდა სატვირთოებით აი ამ მანდარინის ნაყოფის გადაყრა. უკონტროლოდ დაყრილი ციტრუსი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით საზიანოა, ამბობს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იზოლდა მაჭუტაძე. უკონტროლოდ დაყრილი ყველანაირი ორგანული მასა იქნება თუ რა, ეს რა თქმა უნდა ზიანს მოუტანს თვითონ ბიომრავალფეროვნებასაც, იქნება შემოწუხებელი სუნი, ჩაღვრა მდინარეში. უნდა გაკეთდეს ორმო საკომპოსტი, სადაც ეს თვითონ ჩაიყრება და ზემოდან დაიყრება მიწა. 3 ჰექტრამდე ფართობი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საწარმოს სიმბოლურ ფასად ერთლარად სარგებლობაში 4 თვით გადასცა. უწყების წარმომადგენელი ზურაბ ჭურკვეიძე განმარტავს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს. წელს გადაეცა მთავრობის თავმჯდომარეს ბრძანების საფუძველზე სარგებლობის უფლებით. ქონების დაბრუნების პერიოდში სამინისტრო უნდა გადმოაბაროს ქონება, თუ ქონება აშკარად არის გაუარესებული, შესაბამისად სამინისტრო მოახდენს ზემოქმედებას და გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. მანდარინის გადამამუშავებელ საწარმოში აქტივების მართვის ქართულ ინდუსტრიულ ჯგუფში ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. დაცვის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ხელმძღვანელობას ამ თემაზე საუბარი არ სურდა. კომენტარები დღეს არც აჭარის გარემოს ზედამხედველობითი დაცვის ინსპექციაში გაკეთდა.